ჩვენი გადაცემის თემა არის ნაადრევი ქორწინება. Ამ საკითხზე დღეს ვისაუბრებთ არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებთან ერთად. ჩვენი სტუმრები არიან ორგანიზაცია ვეჟინი და ქალბატონი ლაურა ხარიტონაშვილი, ფიროსმანი და ნელი გობეჯიშვილი და ნადიკვარიდან ია იმერლიშვილი. დიდ მადლობას გიხდით, რომ მოგზავნით ჩვენთან გადაცემაში სტუმრად. მე მაყურებელს შევახსენებ, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად ქორწინება დაშვებულია 18 წლის ასაკიდან, ხოლო 16 წლის ასაკს მიუღწეველთან მხოლოდ მშობლის ნებართვით. მიუხედავად აი ამ რეგულაციებისა, საკმაოდ ხშირი ფაქტებია კახეთში ნაადრევი ქორწინების. ბოლო მაგალითს გავიხსენებ, როდესაც ტელეკომპანია გურჯაანმა ექსკლუზიურად მოამზადა სიუჟეტი კახეთის ერთ-ერთ სოფელში 12 წლის გოგონას გათხოვების ფაქტთან დაკავშირებით. ის 6 თვის ორსული მიატოვა მეუღლე, მან შეწყვიტა საჯარო სკოლაში სწავლა. ქალბატონი ლაურა, პირველი კითხვა მექნება თქვენთან, რა ზიანის მომტანი შეიძლება იყოს ადრეული ქორწინება არასრულწლოვანისთვის? მადლობთ დინო. მივესალმებით თქვენ მაყურებელს და მინდა აღვნიშნო, რომ ეს პრობლემა, რაც თქვენ აღნიშნეთ, დღეს უკვე საქართველოში ძალიან აქტუალურად დგას და ჩვენი ორგანიზაციებიც ამას თვალყურს ადევნებენ. და ჩვენ ამ ეტაპზე გადავწყვიტეთ, რომ გოგონათა რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების შესახებ ცნობიერების განსხვავებული რელიგიისა და ეთნიკური წარმომავლობის მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლებისათვის ვიმუშაობ. ზიანი მრავალგვარია, სოციალურ-ეკონომიკური, რა თქმა უნდა, ჯანმრთელობა, ბავშვი, იმიტომ რომ ჯერ 18 წლის არ არის, იძულებულია მიატოვა სკოლას, ხდება ხშირ შემთხვევაში ძალადობა გოგონაზე, რადგანაც იძულებით ქორწინებაში შეყავს მშობლებს, ეს ძალიან სამწუხაროა. გარდა ამისა, ოჯახში შესული გოგონა უკვე ექცევა ხშირ შემთხვევაში მეორე წნეხის ქვეშ, ახალ ოჯახის წესჩვეულებებს უნდა გაუწიოს ანგარიში. გოგონა არ არის მომზადებული დედობისათვის და გარდა ამისა ჯანმრთელობასაც, როგორც გოგონას, ასე რომ მომავალ ბავშვსაც ზიანი ადგება. ქალბატონი, თუ არის სტატისტიკური მონაცემები, ზოგადად ნაადრევი ქორწინების ფაქტები რამდენად ხშირი არის? სამწუხაროდ, როცა მოკვლევა დავიწყეთ ჩვენ ამ პროექტზე მუშაობა და გვინდოდა დაგვეზუსტებინა, ეს ინფორმაცია არ აქვს რესურს ცენტრებს. 700-ზე მეტმა ახალგაზრდამ სკოლა დატოვა, მაგრამ 700-ზე მეტმა ახალგაზრდამ სკოლა დატოვა არასრულწლოვან ასაკში, მაგრამ აი რამდენი აქედან არასრულწლოვანთა ქორწინებიდან გამოწვეული არ არის. მაგრამ ეს ყველაზე ცუდად მოქმედებს, იმიტომ რომ ბავშვს აკარგინებთ ბავშვობას, იკარგება მოქალაქე, რომელსაც შეიძლებოდა სრულფასოვანი ეცხოვრა, გამხდარიყო კარგი სპეციალისტი, საზოგადოებამ ვინც ის რა სპეციალისტი დაკარგა და თვითონ დაიკარგა ადამიანი, რომელსაც შეიძლება დამოუკიდებლად ეცხოვრა, დამოუკიდებლად იერსება და ამ დროს ის ხდება აი ამ ოჯახის პრობლემები მასე თავზე მოხმულია, ზოგი ცუდი შედეგებით. და რაც მთავარია, ჯანმრთელობა ეკარგებათ ახალგაზრდობას, ამაზე სპეციალისტები საუბრობენ და ჩვენ პროექტში გათვალისწინებულია ეს ინფორმაციები უნდა იყოს მიწვდილი ყველა ოჯახში უნდა შევიდეს ეს ინფორმაცია. რამდენად საზიანოა პატარა ბავშვის. ქალბატონია, თქვენ გითხავთ, ვისი ბრალი არის, როდესაც ადრეულ ასაკში გოგონები ქმნიან ოჯახს? ეს არის მშობლის, ნაკლები ინფორმირებულობა? მოგესალმებით ნინო, დიდი მადლობა ამ თემის გაშუქებისთვის. საკითხი ასე არ დგას, ვისი ბრალია. საკითხი ზოგადად არ შეეხება ერთ კონკრეტულ პიროვნებას ან კონკრეტულ ინსტიტუციას. ამას აქვს ფესვები, ისევე როგორც წარსული ისტორიები, მას განაპირობებს ძალიან ბევრი ფაქტორი. მთავარი ფაქტორი რა? მთავარი ფაქტორი, ერთი ფაქტორი ასეთი გამოყოფა არის ძალიან რთული. ხშირად ადამიანები მოზარდები ამ ასაკში გარდატეხის პერიოდში იღებენ გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება ბევრი რამით იყოს განპირობებული, შეიძლება იყოს სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, ოჯახის, საზოგადოების, იმ კონკრეტული ლოკალური სოციუმის, შეიძლება იყოს განათლების, რომელიც ძალიან დაბალი არის, ცნობიერების, რომელიც ასევე ძალიან დაბალი არის ამ მიმართულებით. იმიტომ რომ ოჯახი, გათხოვება, შემდგომში თამამავლობის
აღზრდა დიახ, თქვენმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა დაიწყეთ აქტიური მუშაობა ამ პრობლემის მოსაგვარებლად. ქალბატონო ლაურა, როგორც გვაქვს ინფორმაცია, თქვენ გვალმაგიდებს აწყობთ საჯარო სკოლებში. რა ინფორმაციას აწვდით, რა ფორმით მოგვიყევით ამის შესახებ? ანუ ჩვენ გვალმაგიდებს ვაწყობთ არასაჯარო სკოლებში, არამედ 7 მუნიციპალიტეტში უკვე ჩავატარეთ გვალმაგიდები საზოგადოების ფართოფენებისათვის. იგი მოწვეული გვყავდა როგორც საჯარო სკოლებიდან, პედაგოგების სკოლების დირექტორები, ჯანდაცვის წარმომადგენლები, მუნიციპალიტეტის სამართალდამცავი ორგანოები და მოკლედ თითქმის ის საზოგადოების ის ნაწილი, რომელმაც შეიძლება თავისი წვლილი შეიტანოს ნაადრევი ქორწინების პრევენციისათვის. ეს 7 მაგიდა ჩატარდა დედოფლის წყაროში, თელავში, ახმეტაში, გურჯაანში, ლაგოდეხში, ყვარელში, საგარეჯოში, სიღნაღში არ ყოფილა და არც გვაქვს შეტანილი სიღნაღი, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს აქცენტი გაკეთებული კომპაქტურად დასახლებულ ეთიკური ან რელიგიური უმცირესობების თემებზე და ესეთი კომპაქტურად დასახლებული უფრო მეტად აი ამ მუნიციპალიტეტებში რომელიც პრობლემა განსაკუთრებით რთული არის ეთნიკურ უმცირესობებში. იცით როგორ გითხრათ, თქვენ წაღამაც ახსენეთ, რომ არა მარტო უმცირესობებში, არამედ ქართულ საზოგადოებაში ზოგადად ძალიან რთულია. და აქედან გამომდინარე იმის გამო, რომ ასე მოკლე ხანში ჩვენ ყველაფერს ერთად ვერ მოვიცავდით, ეტაპობრივად ჯერ ეს ნაწილი მოვიცავით, რადგანაც უფრო აქტუალური იყო მოიხსენებათ სახალხო დამცველის 2013 წლის ანგარიში უკვე განახილებულია ყურადღება ამ საკითხზე და გვაძლევს რეკომენდაციებსაც და ჩვენ გავითვალისწინეთ ის რეკომენდაციები, ანუ ჩვენ უკვე დავიწყეთ შეხვედრა 14-17 წლის ბავშვებთან სკოლებში შევდივართ, ხვდებით ბავშვებს, ჩვენ უკვე დავიწყეთ ინფორმაციის გავრცელება, აი ასეთი ბუკლეტები დავბეჭდეთ სამენოვანი, რომელიც რიგდება უკვე მოსახლეობაში, ესე იგი ეს არის ქართული, რუსული და აზერბაიჯანული, მოგეხსენებათ, ქართული სამწუხაროდ ყველამ არ იცის სახელმწიფო ენა. ზოგი მათგანი განსაკუთრებით ავარიელები რუსულენოვანი არიან და აზერბაიჯანშიც ხვდებათ და აზერბაიჯანული მათი მშობლიური ენა. როგორი არის აი ამ მოსწავლეების დამოკიდებულება ნაადრევი ქორწინებასთან დაკავშირებით? საინტერესოა. მოსწავლეები გვიყვებიან თავისი ოჯახის აი ამ შემთხვევებს. 2 დღის წინ ვიყავით კიდევ ასე ერთ-ერთ სკოლაში და მოგვიყვა ბავშვმა თუ როგორ გათხოვდა თავისი და მცირე არასრულწლოვანი, რომ მას უკვე ჰყავს შვილი და უკვე იმდენად რთული გახდა ოჯახის შექმნა, რომ თითქმის გაცილების პირას არიან მისულები. დავამატებთ. აქ ოჯახის შექმნის წინააღმდეგ არ ვართ ჩვენ მიმართული, უფრო ცნობიერებას ვამაღლებთ, რა მოხდება ამ ნაბიჯის გადადგმის შემდეგ. ჩვენთან ხშირად არ არის დამოკიდებულება და ის მზაობა ახალგაზრდებში, რომ ვიცოდეთ რას ვაკეთებთ იმის შემდგომ, რა შეიძლება მოყვეს ჩემს ემოციებს, ჩემს გრძნობებს, ჩემს დამოკიდებულებას ამა თუ იმ საკითხებში, მაგრამ აქ ჩვენს პროექტში დევს ცნობიერების ამაღლება, რაც სწორედ ახალგაზრდას დაეხმარება იმაში, რომ მან იცოდეს რა მოსდევს ქორწინებას, ან რა მოსდევს შეიძლება ქორწინებაც არ იყოს, მაგრამ იყოს ურთიერთობა, არა ქორწინების სახელით შენიღბული ურთიერთობა და ცნობიერების ამაღლება არის ჩვენი მიზანი, რომ აი ამ ასაკის ახალგაზრდებმა 14-17 წლის თუნდაც საშიშია ან დადებითია ჩვენ მაგ საკითხებზე საუბრობთ, რომ თქვენ თქვით, რომ ხვდებით არა მარტო მოსწავლეებს, არამედ მასწავლებლებს, მშობლებს, მათი დამოკიდებულება, მშობლების დამოკიდებულება როგორი არის ამ საკითხზე? არა ერთგვაროვანია. აი რა იგულისხმობს, რას გულისხმობ ამაში? იქ იმ ოჯახებში, სადაც სოციალური მდგომარეობა ცუდია, არიან მრავალშვილიანი ოჯახები, ისინი თვლიან, რომ
როცა არასრულწლოვანი თხოვდება, მას პატრონი მოუძებნეს, ოჯახი მოუძებნეს და სადღაც თვლის, რომ ფიზიკურ გადარჩენაზე აქვს ყველაფერი თითქოს მას მხრიდან. არის კატეგორია, რომელსაც თვითონ არ სურს თავისი შვილის ადრე გათხოვება, მაგრამ ბავშვი მომწიფდა ადრე, მასში გაიღვიძა რაღაც გრძნობა და დამოკიდებულება, ან თავისითაც გადაწყვეტეს. ასეთი ფაქტი იყო ჩვენთან. ერთ-ერთ ოჯახში, რომელშიც არასრულწლოვანი მას შექმნა ოჯახი, ის ცდილობდა მისი და როგორც არასრულწლოვანი არ გათხოვილიყო, ოჯახი წინააღმდეგი იყო და ის პედაგოგმა მითხრა, რომ მისი და მოდიოდა ხოლმე და სკოლაში იდგა, რომ დასყარაულობდა, ასე ვთქვათ, რომ სკოლიდან არ წასულიყო. მაინც წავიდა სკოლიდან მერეკლასელი ბავშვი და გათხოვდა. ზოგჯერ ეს არ გასაგებია, ხშირად მშობლები იხსნიან ხოლმე პასუხისგებლობას და ამბობენ, რომ აი თვითონ გადაწყვიტა ბავშვმა, გამართლებულია ეს დამოკიდებულება, რომ აი ამიტომ არის ეს პროექტიც, რომ ჯერ ბავშვებს უთხრათ, რამდენად ცუდია მათთვის, რამდენად საფრთხილოა მათი ჯანმრთელობისთვის და ჯანმრთელობის გარდა იმ შვილისთვის, რომელიც შეეძინება ნაადრევად, რომ იბადება არასრულფასოვანი ჯანმრთელობით და ბავშვი ეყოლება და რამხელაზე რთულია ამ ბავშვის მოვლა პატრონობა და შეიძლება ასე იყოს. მშობელი ცდილობს. ამიტომ აღზრდა აკლია, სათანადო აღზრდა სჭირდება. სკოლას შეხვედრების დროს პედაგოგებმა გამოთქვეს აზრი, რომ მსგავს თემებზე საათები უნდა იყოს დაშვებული სკოლაში. მათ ბავშვების გათვითცნობიერება მოხდეს. იგეგმება ეს სამოქალაქო განათლება, რომელიც საქართველოს საჯარო სკოლებში არის დანერგილი. მასში არის შეტანილი ეს თემები და როგორც ჩვენ ვიცით და როგორც საერთოდ ხდება. და ამ თემებზე მიმდინარეობს საუბარი. ახლა რამდენად საკმარისია ეს? რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი, იმიტომ რომ მას თავისი საათები გააჩნია და თავისი ლიმიტი აქვს. თუმცა ეს ვერ ემსახურება ცნობიერების როლთან ამაღლებას. ცნობიერების ამაღლება მუდმივი პროცესია, იგი საჭიროებს ყოველთვის საზოგადოებიდან უნდა მოდიოდეს, სკოლიდან უნდა მოდიოდეს, რა თქმა უნდა, ოჯახიდან უნდა მოდიოდეს და ამ პროექტის ფარგლებში ჩვენ შეხვედრები რო გქონდა მრგვალ მაგიდასთან, საზოგადოების აზრი, თვითონ პედაგოგების აზრი, ეს ყველაფერი ჩამოყალიბდება პროექტში და პროექტი რეკომენდაციებით დასკვნას ანგარიშროცა დაიწერება, წარუდგენს იმ საზოგადოებას, რომელმა ფონდმაც დააფინანსა ეს პროექტი, იმ შენიშვნებს, იმ ასე ვთქვათ, სარეკომენდაციო წინადადებებს. აი ამ შემთხვევაში რა შენიშვნები გამოიკვეთა? აი კაცრავად თუ შეიძლება ჩავერთვები, ის რომ საზოგადოების ფართოფენების ცნობიერება ამაღლდეს, ამას ეს შეტანილია ჩვენ პროექტში, ეს განხორციელდება. ამ ეტაპზე ჩვენ მხოლოდ საზოგადოებაში ხვდით და დავიწყეთ მოსწავლეებთან, ანუ არასრულწლოვანებთან შეხვედრებით. ჩვენი პროექტის შემდეგი ეტაპი მოიცავს მშობლებთან შეხვედრას, მშობლებთან გაზიარებას, ინფორმაციის მიწოდებას და გაზიარებას ურთიერთშორის აზრისა და ამდენად ალბათ შემდეგ უფრო გვექნება საშუალება, რომ თითქმის საზოგადოების ყველა წევრის აზრი მოვისმინოთ. ამ ეტაპზე აი მრგვალ მაგიდებში კოლეგები და მეთანხმებია, რომ ყოველთვის იყო ასეთი მოწოდება. შეხვდით მშობლებს. იგი შეხვდით ოჯახის წევრებს, ოჯახის როლია ამ ბავშვების ჩამოყალიბება. ფაქტიურად არა მარტო მშობლები, მთლიანად უნდა მოიცვას ეს, მთელი საზოგადოება უნდა მოიცვას ამ პრობლემის გადაწყვეტა და აი აქეთკენ არის მიმართული. მინდა დავამატო, რომ პროექტმა უკვე გამოაცხადა კონკურსი პოსტერის დასამზადებლად 14-17 წლის მოსწავლეთათვის. პოსტერის დევიზია არანაადრევ ქორწინებას. გამარჯვებული პოსტერის ავტორი ან ავტორთა ჯგუფი დაჯილდოვდება ფულადი ჯილდოთი, მხოლოდ ისინი, რომლებიც მიიღებენ მონაწილეობას პოსტერების დამზადებაში, ყველა მათგანს გადაეცემა სერტიფიკატები და ბრენდირებული კამის. როგორ უნდა მიიღონ მონაწილეობა მსურველი? უნდა წარმოადგინონ პოსტერები თავის სკოლაში, სკოლიდან შემდეგ მიდის ასეთი გზა განათლების რესურს ცენტრში, იქიდან ჩვენ ამ პოსტერებს შევკრებთ, კომპეტენტური ჟიური სიას და შეარჩევს საუკეთესო მათგანს. საუკეთესო მათგანი დაიბეჭდება სტამბული წესით, გავრცელდება სკოლებში, მოსახლეობაში და საინტერესო პროექტია. მადლობა.
მე მინდა მადლობა გადაუხადო ჩვენი კოალიციის წევრებს, ქალბატონ ლაურას, ქალბატონ ნელის, ჩემი ორგანიზაციის წევრებს. მადლობა მინდა გადაუხადო საზოგადოებას, რომელიც ჩართულია ჩვენს პროექტის ფარგლებში და ჩვენს იქით სხვა პროექტებშიც, რომელიც ემსახურება ზოგადად საზოგადოების განვითარების ხელშეწყობას, ცნობიერების ამაღლებას, განსაკუთრებით კახეთის რეგიონში, იმიტომ რომ ჩვენთვის ეს რეგიონი არის უფრო მნიშვნელოვანი და სამიზნე. და მადლობა თქვენს ტელევიზიას იმისთვის, რომ დაუდექით პროექტს მხარში. იმედი მაქვს, რომ საერთო ძალებით ასე ერთიანად ჩვენ მივახტოთ შედეგს. მადლობას გიხდით. ჩვენ ამ თემებზე კვლავ განვაგრძობთ საუბარს ნადრევი ქორწინების ფაქტებთან დაკავშირებით. მე ახლა მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენი სტუმრები იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაცია ვეჟინიდან ქალბატონი ლაურა ხარიტონაშვილი, ფიროსმანიდან ნელი გობეჯიშვილი და ნადიკვარიდან ია იმერლიშვილი. მადლობას გიხდით, რომ მოგზავნით ჩვენთან გადაცემაში სტუმრად. მადლობა თქვენ. მადლობა გულჯაინ ტელევიზიას.